Გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს იქნება ძალიან საინტერესო, სტუმარით საინტერესო გვყავს. ჩვენ როგორც ყოველთვის ვიმჯელებთ იმ პოლიტიკურ პრობლემებზე და იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მიმართებაში მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატები რომელმა შტატებმაც გააკეთეს არჩევანი ლიბერალიზმსა და კონსერვატორებს შორის და გაიმარჯვა კონსერვატორულმა ძალებმა, რატომღაც მოლოდინი იყო საქართველოში იმისა, რომ თითქმის ყველაფერი 90 გრადუსით შეიცვლებოდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ ქვეყნებს აქვთ ყველას თავისი ინტერესები და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ისინი შენ დაკროლზე და შენ ჭკუაზე არივლენ. ანუ ისინი გააკეთებენ იმას, რომ და იმოქმედებენ ისე, რომ შენია რომ მათ დაკროლზე. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები არის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, ხო? ეს სახელმწიფო, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებს თელ მსოფლიოში. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო და რაღაცა მინიშნებები მაინც უნდა მიეცათ ამ ხელისუფლებისთვის, რომ მათ სურდათ რაღაც გარკვეული ურთიერთობები და რაღაც გარკვეული როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური გზით ერთობლივი ქმედებები და ერთობლივი ბრძოლა, მაგრამ რაღაც სხვა მიმართულებით დაიწყეს მათ მოქმედებები. მე არ ვიცი ახლა ტრამპი რასიზმს არ ანაბიჯებს გადადგამს, იმიტომ რომ მას ყოველთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება ჩვევია. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული აქტი, რომელი აქტის საფუძველზეც, ესე იგი, ასანქცირებენ და პრობლემას უქმნიან საქართველოს ხელისუფლებას, ხო? ეს არ არის ნამდვილად მეგობრული აქტი და არ არის ეს ნამდვილად მისასალმებელი და ეს არის ის, რომ ანუ ისინი აგრძელებენ იგივე პოლიტიკას, საპოლიტიკის რა პოლიტიკით მოქმედებდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ხელისუფლება, ლიბერალური ძალები, ბაიდენის ადმინისტრაცია და თავად ბაიდენი, ეს გრძელდება კვლავ ტრამპის ადმინისტრაციის და ტრამპის ხელისუფლების პირობებშიდაც. რაც ძალიან საწყენი არის. მაგრამ ნურც იმის იმედი გვექნება ჩვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ფოდნოსით მოგვართებს ყველაფერს და ის იქნება ჩვენი გადამკვდარი მეგობარი და ის შეასრულებს და გააკეთებს იმას, რაც საქართველოს ჭირდება. მე ასე მგონია, რომ ისინი კვლავ გაატარებენ იგივე პოლიტიკას, რომელიც პოლიტიკის საფუძველზეც მისი წინამორბედი ხელისუფლება ებრძოდა ქვეყნებში სწორედ იმ დემოკრატიულ და იმ ეროვნულ პროცესებს, რომლის საფუძველზეც ვითარდება ისტორიული ქვეყნები, ხო? და ჩვენთანაც ეს პროცესების რომ ვიტყვი განვითარების პროცესი დაიწყო. რადგან ეს პალატის მიერ მიღებული აქტი არ არის ეს კარგი რომ ვიტყვი ნიშანი მათი მხრიდან. ვნახოთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტრამპი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მოაწერს თუ არა ხელს ის აი ამ აქტს. მიიღებს თუ არა ის იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებების საფუძველზეც ჩვენ კვლავ აღმოჩნდებით იმ დაძაბულობის რეჟიმში, რომელი დაძაბულობის რეჟიმის საფუძველზე ქვეყანაში იყო ქაოსი და არეულობა. ჩვენ გვექნება ასევე შიდა პროცესებზე საუბარი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. გვექნება იმ არასწორი და არაეროვნული და არატრადიციული მიმართულებით მავალ ადამიანებთან მიმართებაში, რაც მართლაც სამარცხვინო და ყოველდღიურად უყურებთ ჩვენ აი მათ მიერ სამარცხვინო ქმედებებს. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ვეტერანი ვიცე-პოლკოვნიკი ბატონი დავით ჩუბინიძე. ბატონო დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობთ მობრძანებისათვის. ბატონო დავით, მოლოდინი იყო. არიქა მოვიდა ტრამპი და ავშენდებით. ძალიან დიდი მოლოდინი იყო ბატონო დრესა. მაგრამ ჯერჯერობით მე ვერც აშენების პროცესს უყურებ და ვერც მის რომ ვიტყვი მზაობას უყურებ და ვერც მის ნებას უყურებ და რას ნიშნავდა ეს ასეთი აქტის მიღება და რა არის ეს მათი მხრიდან და რატომ ხდება კვლავ გაგრძელება სწორედ იმ არასწორი მიდგომებით ჩვენ ქვეყანას მიმართებაში, რომლის ღირსები ჩვენ არა ვართ. ბატონო დრესა.
დავიწყოთ იქედან რომ ევროკავშირმა მიგვაყანა კუთხეში. ჩავთვალოთ ესე რომ დაასანქცირა ჩვენი თავრობის წარმომადგენლები, მოსამართლეები, ასევე ამერიკამ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები და არავითარი ახსნაურდება არ გაუგეთებიათ რატო და რა დანაშაული მიუძღვის ამ ხალხს მათ მიმართ. ან რომელიმე ქვეყნის მიმართ. ბოლო იყო როდესაც უკვე ევროპაში დაიწყეს იმის ლაბარაკი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შევაჭერებთ. და ამას უსმენდა სულ განაბული ალბათ ტრამპიც. ჩავთვალოთ ესე რომ. კი ბატონო, მითუმე აბარა ყველაფერი. რონახა აქედან უკვე პასუხი. კი ბატონო, მოხსენ ჩვენ დამონება არავის გვინდა, მონები არ ვიქნებით. მაგის გარეშეც გავძლებთ, არ გქონია და გავძელთ. აი ამან გამოიღო ახლა წარმომადგენელთა პალატამ ადგა და გააკეთა ის რაც წინა თავრობამ არ გააკეთა ამერიკაში და მაშინდელმა წარმომადგენელთა პალატამ არ გააკეთა მიიღეს ეს ვითომ მეგობრული აქტი არის მაგრამ იმის კი არ არის ქართველი ხალხის კი არ არის და მისი მთავრობის კი არ არის და ეს მთავრობა აირჩია საქართველოს უმრავლესობამ და ისე მოვიდნენ ხელისუფლებაში ეს მეგობრობის აქტი არის იმ აგენტების, რომლებიც იქ დადიან, რომლებიც და არ პიცავენ, რომ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა ამ აქტში. ესე იგი, რა გამოდის? საქართველოს სამშობლოს მოღალატეები უცხო ქვეყანაში დადიან და აწვდიან ინფორმაციას, არასწორ ინფორმაციას იმან. ჩვენიდან მე მგონი არავის სახელმწიფოს წარმომადგენლები არავის არ დაუძახნია ტრამპის ადმინისტრაციას და არ გაურკვევია რა ხდება სინამდვილეში და რა არის. ეხლა ეს არის ალბათ გამოცდა. ეხლა ტრამპი უყურებს რა მოხდება. აი ეს ხო წარმომადგენელთა პალატამ ხო ამას ხო დრო უნდა კიდევ სანუმამდე ხელს მოაწერს. ახლა იქნება კიდე და მე შევა მაშინ და მე ისევ უნდა დამტკიცეს სენატში. უყურებს შორიდან ეხლა ამ იმას. რა მოხდება საქართველოში? ვინ როგორ მიიღებს ამ? თავრობა ალბათ მე დარწმუნებული ვარ ამაში, მაშინაც სწორი ნაბიჯი გადადგა, ეხლა სწორი ნაბიჯი გადადგავს და იტყვის რომ კი ბატონო. მიიღეთ ისა მეგობრობის აქტი. ყავდეს ეს აგენტურა თქვენ ოღონდ ჩვენ ქვეყანაში არ გავაჩერებთ. აქ თუ გაჩერდებიეთ, ჩვენი სახელმწიფო ვალდებული იქნება კანონი მიღებულიათ. ვალდებული იქნება ჩვენი სახელმწიფო მათ მიიღოს აუცილებელი დაკავების ზომები. უნდა დააკავოს ყველა ეს აგენტურა, ვინც აქ დარჩება და ვინც წავიდეს არასამთავრობოებზე, ბევრმა გაიტანეს ევროპაში, ხო? თავისი არასამთავრობო ორგანიზაციები, კი ბატონო, წავიდნენ და იყვნენ იქ. აქ ქართველ ხალხს დაანებონ თავი და საქართველოს დაანებონ თავი. ესე იქნება მეგობრობის აქტის შემქმნელები დაანებონ ქართველ ხალხს მისგან არჩეულ მთავრობას დაანებონ თავი და მოგცენ იმის საშუალება რომ გავვითარდეთ ჩვენ და ვიყოთ. იცით რა არის ბატონო დავით, ნახეთ ახლა ამ აქტთან დაკავშირებით თქვენ აგენტურა ახსენეთ. აგენტურა დაგვანახა თავის სახელში, გამოიტანეს ამერიკული დროშა, გააფინეს რუსთაველზე და იყო თელი ზარზეიმი. მოკლედ გეგონებოდა რაღაც ისეთი რამ მოხდა საქართველოს საკეთილდღეოდ, გესმით აშია საქმე. ბიჭო, როგორი ცუდის არ უნდა ხდეს შენ ხელისუფლება, ხო? როგორც არ უნდა გეზიზღებოდეთ ეს და როგორც არ უნდა ესე იგი შეთვის მიუღებელი იყოს, ხო? უცხო ქვეყნიდან უარყოფითი დოკუმენტის მიღება როგორ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის და შენი ესე იგი ხალხის წინააღმდეგ. ხო, ხალხის წინააღმდეგ როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ მაგრამ ეს ადამიანები რო არიან მტრულად გაწყობილი მეგობრებო ამ ქვეყანასა მიმართებაში და ეს ადამიანები მხედველობაში მყავს ის ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული ისა იდეოლოგიით მატარებელი საქართველოს მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ხო? ესენი არიან სულ ამ ქვეყნისთვის მტრულად. ესენი არიან ამ ქვეყნის წინააღმდეგ იმისათვის მობილიზებული და მომზადებულები, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ. საქართველო გააჩანაგონ. საქართველოს მოსახლეობას თავზე ლაფი დაასხან. შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენ ისტორიას, ჩვენს რწმენას, ჩვენს ეკლესიას,
ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეპისკოპოსებს, დლებს და ყველა იმ ქართულად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც დღეს და ყოველთვის იყვნენ ამ ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდნენ ამ ქვეყნის ინტერესებს, იცავდნენ ამ ქვეყნის პატიოსნებას, სინდის, ნამუს. აი მას ებრძვიან ესენი და ამიტომ არის რომ უხარიათ ამ აქტის მიღება და ამიტომ არის რომ ესენი ასე ზარზეიმებში არიან და მთელი ანობაში აქვთ მთელი ეს რომ ვიტყვი აჟიოტაჟები ატეხილი. ეხლა თქვენ მართალი ბრძანეთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიტანეს ევროპის ქვეყნებში თავიანთი ორგანიზაციები, იმიტომ რომ აქ ვეღარ მოქმედებენ და იმ ფინანსებთან. ნუ მიღებული კანონის თანახმად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო ყველაფერი ეს მაგათ არა. ვერ იქნებოდა გამჭვირვალე, იმიტომ რომ სახელმწიფო წინააღმდეგ დამაზიანებელ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ჩადიოდნენ ესენი და ამიხა უნდა მიიღოთ ზომები ხელისუფლებას, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და აი ამ თვითონ მათი ხელმძღვანელების წინააღმდეგ უნდა დაეწყოთ სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობის დევნა და უნდა მოეთხოვათ პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს, აქაც თავიანთი ლობისტები და თავიანთი ეს კურატორები მოქმედებენ და ჯერჯერობით ხელისუფლება ვერ ერავა კიდევ. გასასუფთავებელია ბატონ ანდრისთან, მაშინაც ხონა ჩვენ წინა გადაცემაში საუბარი რომ მოკალათებული არიან ჩვენ სახელმწიფოში, სახელმწიფო სტრუქტურებში, გადმონა, მიშას გადმონაში, ნაციონალურ ძალიან ბევრი არის. აი ეს გამოაშკარავდა თეატრში მაგალითად ბევრი გამოაშკარავდა. განათლების სისტემაში გამოაშკარავდა, მაგრამ იმდენი არა განათლების სამინისტროში. ესენი უნდა გამოაშკარავდეს. ეხლა ისე რომ შევხედოთ, ბატონს აი შეხედეთ ეხლა მიშას დროინდელ არასამთავრობოებს და ახალ ეხლანდელ არასამთავრობოებს. მიშას დროს სამთავრობოებს ათქონა ფული. ფული იშოვეს 2012 წლის შემდეგ არასამთავრობოებმა. ამ ხელისუფლებასთან და ბრძოლაში. ამ ხელისუფლებასთან და ქართველი ხალხთან ბრძოლაში სახელმწიფოს გაყიდვით იშოვეს ფული. ეს ხო ფაქტია. თუ არა ამოწიონ მათი დეკლარაციები ქონების შესახებ და ნახონ, სად ქონდათ ფული, რა ქონდათ. არაფერი არ გააჩნდათ. ესე იგი, გაყიდეს სამშობლო, გაყიდეს სახელმწიფო, აგინებენ ერს, აგინებენ ბერს, განათლება მოსპეს. ამით იშოვეს ფული და ამ ფულით გვეომებიან და გვიმაშვებიან ეხლა. უნდათ გააუქმონ სახელმწიფოებრიობა უნდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმონ. თქვენ კარგად იცით სამხედრო ხართ და იცით რა ხდება მსოფლიოში. რა ის მიდის შავი ზღვის პირას. მე არ ამგონია ტრამპი იმ ხელა ის იყოს ხელი მოაწეროს იმაზე, იმიტომ რომ შავი ზღვის აუზს დაგარგავს. თუ ვინმეს ჭკუა ყოფნის, ამას უნდა დაუფიქრდეს. შავი ზღვა არის ყველასთვის, ყველა ჭირდება. კი ბატონო. მარტო საქართველოს კი არის, ყველა ამაზეა, იმიტომ უნდა ჩვენი განადგურება უნდათ, ომით კი არ უნდათ განადგურება. უსწავლელობით, ჩამორჩენილობით. უნდათ რომ ეს აღწერა მოხდა ეხლა საქართველოს მოსახლეობის. გამოქვეყნდა რამდენი ვარ? არ გამოქვეყნდა. რა? იმიტომ რომ მილიონ რაღაცამდე. უმცირესობაში. ხო, უმცირესობაში ვარ და იმიტომ არ გამოქვეყნდა. რა დღეში? დადეთ ერთი მონაცემები. რა დღეში ვარ, ბატონო დავით? ხო და შავი ზღვის აუზზე იმიტომ ჩამოვაგდე ლაბარაკი. სოფლიოში მესამე სოფლიო ომია დაწყილი. თუ ვერ გზნობენ ამას ძალიან ცდებიან გაზეთში. ახალი გადანაწილება მიდის. კი ბატონო, აღარ პაკისტანმა ინდოეთმა დასწრეს ერთი მეორეს. აგერ უკრაინაში 3 წელია ომი მიდის. რუსული მას ახლა ვინც იცნობს ტაქტიკას და ვიზი რუსი არ არჩევს იქ შენობას, ნაგებობას, სკოლას. მიყვება პირწმინად ეს თქვენ ჩემს უკვე ეს ისწავლებოდა სასწავლებელში მაშინ საერთო ასე ისწავლებოდა საქართველოს ანადგურებს ყველაფერს მოასრულებს ნატო სხვანაირი ის აქვს კი სხვანაირი წესრიგი აქვს მაგისტრის ის რომელი ობიექტი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს იმ ობიექტებზე რომელიც უნდა იმას გაანადგუროს დიახ ხო და რუს მაგისტრი არ ძალიან ნაბიჯ მიიწევს ასრულებს ყველაფერს, რომ იქ მეორედ აღარ დაჭირდეს შემოbrunება. ავღანეთში აი მაგიტო ვერ მოიგო ამერიკამ იქ ომი. წერტილოვანი დარტყმებრობა მიწის ქვეშ ჰქონდათ ქალაქები აშენებულს. და ვერაფერი ვერ უქნა იმ ავღანეთს და გახდა იძულებული ვერ წამოვიდა. ეხლა მიდის
დიდი განანაწილება მსოფლიოში. ჩვენ უნდა ვიყოთ სადა ვართ მე ჩვენეთი. ხო, აი პირველი მოთამაშე უნდა ვიყოთ. არა, სადა ვართ ამ განანაწილებაში, ეცე ვინა ვართ ჩვენ. ხო და არც იქეთ ვართ, არც აქეთ ვართ, არსად ჩვენ არ ვართ. ერთი რამ იცოდეთ კარგად. თუ გინდათ პრორუსი დამიძახეთ, არასოდეს რუსი არ დათმობს კავკასიაში შავი ზღვის აუზს. იცით კარგად რა უქნა აგერ უკრაინას რა უქნა. და რა შვება უკრაინაში. როგორ გონიათ თქვენ ახლა შავ ზღვას დათმობს და საქართველოს დათმობს რუსეთი იმ ტერიტორიას და ახლოში მოიყვანს ვინმეს მით უმეტეს თელი ევროპა ევომება, თელი ევომება. კი ბატონო. არ მოიყვანს ახლოში. ამაზე ნუ გექნებათ. აი ეს ჯოგი, რომელიც რუსთაველზეა, აი ეს მოსაშორებელია, რაც დროზე მოიშორებთ ამას. ხალხი გვერდში გიდგათ. მოსახლეობა გვერდში გიდგათ. ხმა მოგცათ. რეფერენდუმი ჩაატარეთ თუ გინდათ. ყველა დაგიდგებათ ისევ გვერდში, ამაში დარწმუნება, ამათ იმდენი რამ გააკეთეს ამ არასამთავრობოებმა და ამ მომიტინგე ჯოგმა. ხალხი შეაძულეს თავი, ცხოვრება არ შეიძლება რუსთაველზე. ცხოვრება არ შეიძლება ესე, არ არის, ასე არ ხდება, არსებ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება მიტინგი, ამიგი ერთ დღე, ორი დღე, სამი. რას გამოხატავენ, რა უნდა? თავისუფლება რომელია პოლიტპატიმრად პოლიციელებს იმას როსროდენ მოლოტოვის კოქტეილი ესენია ისა? რო გადაწვეს ნახევარი თბილისი ესენია ისა პოლიტიკური პატიმრები? კი ბატონო. ბატონო დავით, ახეთ ახლა თქვენ ესეთი იმას შეეხეთ, ახლა თეატრალურ საზოგადოებას შეეხეთ. კი ბატონო. თეატრალურ საზოგადოებას მე რა ახლა რაზე მინდა ყურადღება გავამახვილო და თქვენც ეს კარგად იცით და მე მინდა ჩვენმა მაყურებლებმაც იცოდნენ კარგად. მე არ დამავიწყება, როდესაც ქართული ოცნება თავიდან მოდიოდა ხელისუფლებაში, სწორედ ამ თეატრალური საზოგადოებიდან იყვნენ ჩაბმული ძალიან ისეთი ცნობადი სახეები ბრძოლაში და მას ბიზინა ივანიშვილმა მათ ბრძოლა დაუფასა. კი ბატონო. ყველას დაუფასა აბსოლუტურად და მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა კიდევ ბიზინა ივანიშვილი ძალიან დიდ ქვემოქმედებას ეწეოდა ამ თეატრალური საზოგადოების მიმართებაში და სტიპენდიებს ღებულობდა და თეატრები ფინანსებოდა და ბიზინა ივანიშვილმა წამოაყენა ქართული თეატრი ფეხზე. თუ სიმართლე აინტერესებს ვინმეს ბიუჯეტს არანაირი კაპიკი არ ქონდა ბიზინა ივანიშვილმა ააშინა თეატრები, ბიზინა ივანიშვილმა გაცა ხელფასები მსახიობებზე და რა ვიცი რეჟისორებზე და ეხლა მე რო არ ვთქვა ბატონო დავით არ შეიძლება და რო არ უთხრა საზოგადოებას მანანა ბერიკაშვილი ხო აი მის ბერიკაშვილი რომელიც ხალი აქცია დეპუტატად მინისტრად რა ვიცი ფინანსები მისა დღეს აღმოჩნდა აი ამ უთავბოლო გარყვნილების და სიბინძურეების და მტრული იდეოლოგიის მატარებელ ადამიანების გვერდით. აი ეს ქალბატონი. მარტო მაგიარა არა, მე უბრალოდ მაგალითს მოვიყვანე, ხო. თუ ძალიან ბევრნი. თუთა სღირდლაძე ვინ იყო? სღირდლაძე ვინ იყო? ამდენი წელი ფულები უხადეს, არჩინეს, რა ვიცი, უამრავი ქონება შეეძინა და ისევ გავიდა. ეს დოი რო არის, ქათამი, დოი. ბიზინა ივანიშვილმა თეატრი აუშენა. თეატრი აუშენა. ნახე რა ხდება ხა, აი ნახე რა ხდება. ვისაც პატივისა უგოგმაში. მე გასაგებია, ხო, ვის იმასა დააპურა, ვისაც ჩააცვა, ვინც გამოიყვანა აგერ საზოგადოებრივ არენაზე და ზოგი ძალათა იმასა გაავტორიტეტა, ხო, ძალათა გაავტორიტეტა ქვია, ამას რაც ახლა ამად ემართათ, ხო? აბა სალომე ვინ იყო? რა ავტორიტეტი სალომე ხალი. ეხლა როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო რაღაცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ჩინეთთან და რაღაც ურთიერთობების დალაგება და ეკონომიკური კუთხით და რაღაც უსაფრთხოების კუთხით საუბრები, ეს ჭინკები და ეს ავადმყოფები გამოვიდნენ ბატონო დავით და ეს თუნდაც ეს დოის თამადობით გაიგე და თეატრალური საზოგადოება და სხვა დანარჩენები და ჩინეთიო, კომუნისტური ჩინეთიო და მოკლედ ეს ქართული ოცნებაო მიგვაქანებსო კომუნისტიო და კომუნისტურ ჩინეთთან დაიკავო. ხო, კომუნისტურ ჩინეთთან დაიკავო ურთიერთობაო და ბიჭო, ეს თქვენი ქათამი დოი რო გაიქცა ჩინეთში. რა უნდა რო გაიქცა ჩინეთში იქ კონტრაქტები რო გააფორმა. ეხლა აღარ არის კომუნისტური? გეკითხებით ახლა მე თქვენი დოი რო აქ ლიდერად აქციეთ ეს ვიღაცა ქუჩაში მოწანწალე რეჟისორი, გაიგე და არაფრის გამკეთებელი, გარყვნილობის გარდა მას არაფერი არ უკეთებია.
ამ ქვეყანაში გარყვნილობის გარდა, ხო და ყველა გარყვნილები და ქათმები თავისა რო შეიფარა იქ თეატრში, ხო, რომელიც თეატრის ბიზნეს ევანშილა გაუკეთა, ხო? ეხლა აი ჩინეთი აღარ არის ისა კომუნისტური კონტრაქტები რო გააფორმა? ასე ხარ თქვენ სუყველა. აი ესე თქვენ ხართ ამიდგომებით. ეს ლეკა ხოშტარია და რუსეთიდან ღებულობს ფულებს და რუსული რუბლებით იჯიბა იმაშობა ისკელებს ჯიბეებს და რუსული რუბლებით იმაშობა თავის ოჯახს არჩენს. ხო, ეს არის ჭყონია არის და მთელი კოკაკოლა რუსეთში იყიდება და მთელი ესე იგი მისი პროდუქციის რეალიზება რუსეთში მიდის. კიდევ ეს არის კიდევ და აქ ზედაზენი არის, აგე ხაზარაზი არის კიდევ და კიდევ რამდენი დაგიხსახელო დაყოფი არის და რუსეთის მოქალაქე არის და თურმე მართვის შეიძლება მეორე სამშობლოა საქართველოს ის რუსეთ ჩემი ვაშაზე ხო თურმე მომღერალი რო ხავს კიდე ხანი ბაიზა ის რა პატაპუჭულაძე რო არის კიდო იქ გახდა ის სომადი სახე და იქ იშოვა მილიონები და ახლა ჩამოვიდა და აგერ ახლა სხვა რაღაცას კაკანებს ხო მართვის ასე იგი რუსეთი შეიძლება და რუსეთში ფული შოვა შეიძლება მართვის ხო და მართვის შეიძლება თურმე იქით აქეთ წანწალი რუსეთში და ჩვენ თუ რამე საკითხს დავაყენეთ ბატონო დავით რუსეთთან მიმართებაში დავიწყოთ გავიდოს და ვაშლი თურმე დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან აგე თუ გორელებმა კაცმა იქ რუსეთში წაიღო ვაშლი გაყიდა და თურმე რუსეთთან ყოფილა იქით წყალტუბოელმა კაცმა თუ მწვანელი გაიტანა რუსეთში და გაყიდა თურმე რუსეთთან ყოფილა გაიგე ბიჭო თქვენ გათახსირებულებო თქვენ არამზადებო თქვენ მართლა უსინდისუებო თქვენ მილიონებს შეულობთ რუსეთში და მე აქ მოდიხართ და ამ გლეხს ეუნებით რომ რუსეთში არ წაიღო თქვენ პროდუქცია არ გაყიდეთ თუ ტრები ხართ საქართველოსიო ვერ მოგართვეს თქვენ დამთავრდა თქვენი ასეთი მიდგომები დამთავრდა ეხლა კიდო რა იყო ეს აუბედურობა იყო დღეს შიშველი რაღაცა ადადეს სახიობია რა სახიობობა ეს რა არის გამაგები ჯაფარიძე რაღაცა პირველი მაგიდა პირველი ხო ჯაფარიძემ სახალხოდ გააკეთა ხუჩაში ეს რა არის კაცო ეს არის კულტურა ქართველი კაცის კულტურა ეს არ არის კაცო და ეს არ არის ქართული კულტურა და ქართული ხელოვნება ეს არ არის და არასდროს არ დაუწერიათ იმ ჩვენ ცნობილ მწერლებსა, ცნობილ მსახიობებსა, ცნობილ რეჟისორებს ასეთი პიესები და ასეთი სპექტაკლები არასდროს არ დაუდგეთ რა უბედურებას ახლა ჩვენ დღეს ვიხილეთ სოციალურ ქსელებში ეს შიშველი ქალი ოკიპეებზე არ ვიცა რაღაცა უბედურებაა რა არის ეს კაიგე ეს აი ეს თქვენ ამ კულტურით ცხოვრობთ და ამ კულტურით მოდიხართ კაიგე და აი ეს კულტურა მიუღებელია საქართველოს და საქართველოს ეს კულტურა არასდროს არ ქონია და არასდროს არ ეკნება და თქვენც არასდროს არ იქნებით ამ ქვეყანაში იცოდეთ არასდროს ბატონო დავით ასეთი ადამიანები ეს ადამიანები რომელი ადამიანებს ახლა დღეს პიტაპირ ამახინჯებენ საქართველოს სახეს ეს ასე ჩანს იმიტომ რომ გარედან ახლა ნახეთ 2-5 გარყვნილი რომ გამოვიდეს რუსთაველზე დადგეს გაიგე და იქ პიტაპირ შუაგულზე დაიწყოს სექსი და მაიმუნობა ხო 50 ტელევიზია დაესევა თავზე გაიგე დაიწყებს გადაღებებს გაიგე წაღმა უკუმა ყველა მხრიდან დაუწობა ეს ისინი რაღაცა ქვია ოპერატორები და ესენი და მოკლედ 2-3 ადამიანს გამოიყვანებენ ერთ 1000-ად რა ეს და აი ეს არის ქართული კულტურა ვეტყვიათ აგერ ყავს უნიკალური მსახიობები ხო ნამდვილი მსახიობები რომლებიც ეროვნულ იდეოლოგიის მუშაობენ აგერ ყავს ამდენი აკადემიკოსები ამდენი პროფესორები ამდენი მწერლები ქართულად მოაზროვნე და ქართულად ესე იგი რომ ვიტყვით საქმის კეთებლები და იმასთან ერთ ტელევიზიას ვერ გადაადგებთ ნაბიჯს და არ მევინი მათთან არ მიდის გაიგე რა შეიძლება ისეთი გამოგონებებია ქართულ ახალგაზრდებს ეს ახლა ხო არის სპეციალურად გაკეთებული რა თქმა უნდა საერთოდ გებელს ახასეთი ეს ერთსო ისტორია უნდა წაართვაო და ამ მიმდინარეობით მიდის ის სცენარი დაწერილი რო არის მიდის ისტორია უნდა წაართვა ისტორია თუ არა ერთს აღარ მომავალია და არ ძაწყობა და არაფერი აღარ წოდნა განათლების სისტემა ლომაიამ რადო დაანგრია ქართული ენა ლიტერატურა რადო ამოიღო კანალიზატორმა ხო ეს პირდაპირ იყო ჩადებული რომ ერთს განვითარება არ უნდა ქონოდა განვითარება ქართველი ხალხი არის ბატონოდრესთან ძალიან ძლიერი და უნიჭიერეს სულ არ უნდა შენი ესება ინსტიტუტი და უნივერსიტეტი და თუ ოჯახში იზრდება ნორმალურ ოჯახში ადრე ასე იყო თავადის შვილები ოჯახში ღებულობდნენ განათლებას და სოფლიოში შესადარი არ ყავდათ არავინ ისეთი კარგი ხალბატონები და ისეთი კარგი ვაჟები იზრდებოდა საქართველოში მე ეს გადმოედო იმ 70-იან წლებშიდაც ამ რუსული
ყველა ოჯახში იზრდებოდა შვილი. ყველა ოჯახი, რომელიც იყო ნორმალური, ყველა იყო, თითქმის ყველა ნორმალური იყო, შეიძლება 1% ყოფილიყო საქართველოს მოსახლეობის 1% ყველა სწავლა განათლება. ქონდა მიღებული საშუალო სკოლა ქონდა დამთავრებული, თორა 8 კლასი მაინც ქონდა დამთავრებული. ხელობა იცოდა სულ. აღორძინება იყო აი სწავლის და იმის. ასე კი არა, დღეს რაც ხდება ესენი ქუჩაში, მსახიობებს ესენი არ გვანან და პოლიტიკოსებს ესენი არ გვანან. ესენი ამათი მასწავლებლები ჩრდილში არიან, იქედან ასწავლიან რა უნდა გააკეთონ. ეს არასამთავრობოებზე ლაბარაკი და პოლიტიკაში რო უნდათ ისევ მოსვლა რო იყვენ რა გააკეთენ ნეტა ის მაინტერესებს. სიბილწის მეტი მაგათ არაფერი არ გაუკეთებია. ფინანსდებიან. რუსეთთან ხო ერთი პარტია ყველა თითქმის რუსეთთან ფინანსდება. ევროპიდან ფინანსდება და ამერიკიდან ფინანსდება. ეს სამი დაფინანსება რამენაერად ძირი გამოუთხარო ერს და სამშობლოს საქართველოს და გაანადგურო გაასწორო მიწას და ვერ ეღირსენ. ამიტომ ჩვენ თავრობას მართლა ძალიან დიდი შრომა მოუძებს, აი ესე უნდა გაასრულოს. ყველა სამსახურში ამოიღეთ ის არ არის რა წავიდა ის რო კაი ბიჭიას ისა რო ეს კაი ბიჭია და კაი იქ იყო და მერე რა როა ის კიდე გიღალატებს. არ არსებობს იმან ერთხელ რაღაც სამშობლოზე თქვა უარის იმისგან არაფერი არ გამო. ის უნდა მოიშორო და მოკვეთო. ჩამოაშორო სამსახურს და მოიყვანე ახალი არ იცის ასავლე. ის მინდა თქვა რომ მოკალათებული არიან. მოკალათებული. იქ რუსეთშიდაც ყველა პუტინის მომხრე კი არ არის. აი ისინი აფინანსებენ ზუსტად ვინც არ არის. ლიბერალები. ლიბერალ კი. რა ევროპაში დღეს გამოვიდა ეს პოლონეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში ვინც ევროპის დროშა დაწვა რაც. დღეს დაწვა ევროპის. რატო ესე მან? ეს არის ევროკავშირი არ არის, ეს საბჭოთა კავშირია. ხო, საბჭოთა კავშირი არის. ევროკავშირი საბჭოთა კავშირია. ხო, ჩვენ არ გვეთქვია. იბადა. და რამდენია ახლა ასეთი, რომ იქ ევროპაშიც არის აღიაზის მოაზროვნე ორმანი. არა, კი, ბევრი არის. ორმანი როგორ აზროვნებს, რა უნდა ამგასთან, კაცო. იმიტომ რომ ის თავის ხალხზე გადამტავის ტრადიციებს იცავს. დამოუკიდებლობას იცავს ის კაცი და ჩვენი თავრობის დამოუკიდებლობას. პრეზიდენტიც კიდევ. კი ბატონო. იმას ესროლეს, თავი მოკლეს გასაგებია. ხო და ახლა იქო იმაში რატომ მიდიანო კაცო მოსკოვში. მოსკოვ იმაზე 9 მაის პარადზე მე დიდი სიამოვნებით წავიდოდა რომ ხონდა შეიძლება მამაჩემი ხომობდა ბრანდენბურგში ჩავიდა ჭიათურიდან ჩავიდა ბრანდენბურგში აბა ჭიათურიდან ფეხი ჩავიდა ბრანდენბურგში ომით ისე კი არა რომ იმით ჩამოვიდა მე ომით წარმოიდგინეთ ომით ამ ხოლმე საშუალო ვერ წავიდო რატო არ წავიდო რატო არ უნდა წავიდე ესა თქვენ 9 მაისს შეეხეთ ბატონო დავით ხო და აი ბატონ ანდრესთან ერთ ბარე 9 მაისთან დაკავშირებით ზანეთ ბიჭო 9 მაისი იყო ფაშიზმზე გამარჯვების დღე ფაშიზმი საქართველოში კი არ წარმოიშვა შუა ევროპაში წარმოიშვა როგორც ლიბერალები წარმოიშვა შუა ევროპაში ისე წარმოიშვა ფაშიზმი ფაშიზმის განადგურებისთვის საქართველოს ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 320,000-ია მეგობრებო 300,000 კაცი დაიღუპა და 300 რაღაცამდენი დაიჭრა და დაჭრილი ჩამოვიდა მამაჩემი დაჭრილი ჩამოვიდა იქედა დაიჭრა დაჭრილი ჩამოვიდა იქედა ეს ცოტა მსხვერპლი კი არ არის რაც 700,000 კაცი 700,000 ხო მონაწილეობდა ამ მასში წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი დაიჭრა რამდენი დაიღუპა და ახლა ჩავალ და მივაგებ პატივს იმმა გამარჯვების 80 წლის თავია მით უმეტეს რატომაც არა აი ეს მინდოდა რომ აი მასთან დაკავშირებით უნდა მეთქვა იმიტომ რომ ეს ფაშიზმის ფაშიზმი გაანადგურა მარტო მაგი არა ქართველმა ხალხმა კი არა თელმა საბჭოთა კავშირმა გაანადგურა საბჭოთა ხალხმა ვინ ყავდა იმ თავარსარდალი ქართველი იმპერიას და იმ სტალინს პატივი უნდა მიაგოთ მოვიდა დრო რომ ნამდვილად უნდა მიაგოთ იმდენი სიკეთეა გაკეთებული იმ ხალხს ევროპისთვის
ჯერ ევროპელებმა უნდა მიაგოს პატივი. გადაარჩინა ევროპა. ევროპა მოშო. ისა საფრანგეთს ინაწილებდნენ, გაიგე? ვიშოუფნა ატომური ისა. ევროპა საბჭოთა კავშირი შოუფნა ეს. სტალინმა იმასა გადაარჩინა ევროპა ფაქტიურად სტალინმა, იმიტომ რომ დღეს რომ იზახეს ისა საფრანგეთი ასე რის სიმხნელი ხარ, რა გააკეთე მეორე მსოფლიო ომზე მონება თყავდით იბა გიტლერს უკვე აყვანეს უყველა. ჩაბარდნენ. დღეს კიდე თქვენ ქალაქს მიაქციეთ, ქართველებთან რა გინდა ერთ-ერთ სახეს ვეღარ ნახავ მალე იმას საფრანგეთში. პოდიშა სხვანაირად გავამიძეს ეს, მაგრამ ეს სიმართლე არის. სიმართლე. ასე გინდათ ალბათ რაღაც, მაგრამ ვერ ეღირსებ. ქართველიერი იქნება და არის და იქნება და მე ყოველთვის გვერდში დავუდგები იმ ხალხს, ვინც სამშობლოსთვის, ერისთვის მზადყოფნაში იქნება ერის გადასარჩენად და საბრძოლველად ყოველთვის დავუდგები გვერდში სამომავლობის სული მექნება. ნახეთ რა გააკეთეს რაღაც 9 მაისთან დაკავშირებით. აი მოდი თქვენ ახლა მართალი ბრძანეთ. აქ ქართველმა ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. აი ამ სწორედ ამ დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით და მით უმეტეს ყველაზე დიდი მსხვერპლი პროცენტულად საქართველოს გაიღო. ესეთ. არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომ არ ყავდეს იქ მონაწილე ან დაღუპული რომელიმე ოჯახის წევრი ან ნათესავი, ხო? ეს 9 მაისის გამარჯვების დღე საქართველოში ყოველთვის მე კარგად მახსოვს ძალიან ორგანიზებულად და გრანდიოზულად აღინიშნებოდა. ეხლა ეს იყო კაცო და ამიტომ იყო რომ ის ვაკის პარკშიც ის უცნობი ჯარისკაცის მემორიალი საფლავი რო გაკეთდა, საფლავიდან მთელი ეს კომპლექსური მემორიალი გაკეთდა. მან ბერდენიშვილის ეს არის თუ წერეთ კი აღარ მაქვს. ხო და მანდიკებებოდა მთელი ეს ომის ვეტერანები და ომში მონაწილე ადამიანები და დაღუპული ოჯახების წევრები და მთელი ღონისძიებები ტარდებოდა მან კაცო. მთელი ღონისძიებები ეს ამ ხელისუფლების ხელშიც ხდებოდა, გაიგე? მაგრამ რატომღაც ეს გაურკვეველი რეაბილიტაციები და გაურკვეველი ეს მუშაობები რით ვეღარ დამთავრდა, კაცო? ხო უნდა გასაგებია კი, ეხლა იქ მელიტონ კანთარიას იმასთან ძეგლთან მივდივართ და პატივს მივაგებთ, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს, იქ ჩაგვიკეტეს, იქ ჩავგეც და მელიტონ კანთარიას სოფლიო ცნობს ამ ადამიანს და მელიტონ კანთარია იყო რომ დროშა ააფრიალა რა, ეს ქართველმა კაცმა. ნახეთ, აი ქართველი, სტალინი ქართველი, ბერია ქართველი, გაიგე? დროშის ამწევი ზემოთ და გამარჯვების დროშის ამფრიალებელი ქართველი, მელიტონ კანთარია. ასეთი ძლიერი ადამიანები ყავდა და ასეთი ადამიანების რომ მეტყვი ისტორია გაგვაჩნია და თქვენ რა გინათ ახლა ვიღაცა მის ისტორია გადაწეროთ ამ 9 მაისის და ბანდერები და ბენდერები და შუხევიჩები და ესე გინათ წამოწიოთ წინა პლანზე ვერ მოგართვიოს და ვერ მოესწრებით მაგ დღეს კი მართალია ახლა იმ ბენდერას თუ ბანდერას კი დაუდგეს იქ ძეგლები იმაში და შუხევიჩებს იმაში იქ დასავლეთ უკრაინაში თელ უკრაინაში ასე ახლა მაგათი იდეოლოგია ვრცელდება მაგრამ მოვად რო და იმ ძეგლებსაც მალე აიღებენ იმიტომ რომ ისინი იყვნენ პირველი მტრები და ისინი იყვნენ ის ადამიანები რომელი ადამიანები ცოცხლად ატყავებდნენ ადამიანებს იმ ადამიანებს ვინც დიდ სამამულო ომში ბრძოლობდა ფაშიზმის წინააღმდეგ აი ამას აკეთებდნენ ის ადამიანები და ასეთი ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების ძეგლები ვერასდროს და არასდროს არ დაიძგება არც საქართველოშიც კიდევ რომ იცოდეთ და ეხლა შეეხება ამ ღონისძიებას 9 მაისის ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხლა არასამთავრობო კი არა ხო ნუ ეხლა არის არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები რომლებიც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებენ მე როგორც ვიცი ეს არის თემურ მაკარაძე არის მაკარიძე იქ არის თემურ ფიფია და სხვა დანარჩენი კიდევ ბიჭები და თქვენს როიცოდეთ და თქვენს ვიქხართ მოწვეული ხართ ბატონო დავით კინო საქართველოსთან იკრიბებიან პირველის ნახევარზე ხო პირველის ნახევარზე მთელი საზოგადოება იკრიბება იქ და ორგანიზებულად იქიდან დაეძვრებიან და მიაგებენ პატივს და იქ ვენოკებს ადებენ და ამიტომ ყველას მოგიწოდეთ იმ ადამიანებს ვისაც კი გული ვტკივათ ამ 9 მაისთან დაკავშირებით და ვისაც ვის ოჯახის წევრიც კი მონაწილეობდა ამ ომში მობრძანეთ იქ და ესე ორგანიზებულად ამ ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა და დავაფასოთ ჩვენი წინაპრები და პატივი ვცეთ ჩვენ იმ დიდ გმირებს რომელმაც ჩვენ მოგვიტანა მშვიდობა და მოგვიტანა ის თავისუფლება ის სიყვარული
რომელიც დღემდე მოდიოდა ჩვენ ცხოვრებაში და დღემდე რომ ვიტყვი ამას ვინ არ ჩუნდებით სანამ ისევ ამ ფაშისტური რომ ვიტყვი იდეოლოგიის ბატარებელი ლიდერები არ გამოჩნდნენ სოფლიოში ხო იმათი შვილიშვილები ისინი შვილიშვილები არიან ფაშისტების რომელიც ფაშისტებიც იყვნენ ჰიტლერის გვერდით და ბრძოლობდნენ ჰიტლერის გვერდით და იყვნენ სხვადასხვა საჯამჯელო რაზმების ხელმძღვანელები მით უმეტეს პოლონეთის პრეზიდენტის ბაბუა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ბაბუა გერმანიის კანცლერი ახლა მართალია გუშინ გააცილეს უთქვეს გააცილეს ის იმის ბაბუა ესეც ახალი ლომები და იმისიც გაიგე იქ საგარეო საქმეთა მინისტრი ანაველა ბერბოკი რო იყო იმის ბაბუა იქ იმში კანადის პრემიერ-მინისტრის ბაბუა ну მოკლედ მთელი ეს რა ქვია ამერიკელებმა ესე იქაც გასაწმენდი ყოფილა ბიჭო ეგენი სულ ყველა იმათ შვილიშვილები არიან ხო და აი ხო იმათი შვილიშვილები არიან დროზე იქ არის შეცდომები და იმათმა ის რას ეხლა რასაც მაგენი აკეთებენ ხო და რასაც როგორც მაგენი მოქმედებენ ამ კონსერვატულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ და საერთოდ ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ ამას აკეთებდა მათი ბაბუები და მათი ბაბუები იყვნენ საკმაოდ დიდ თანამდებობებზე ფაშისტური გერმანიის იმაში რეჟიმის დროს და რეიხის გენერლები იყვნენ და პოლიციის რაზმების ხელმძღვანელები იყვნენ და ხრიტავდნენ ხალხს და ასახლებდნენ ხალხს და რა ვიცი ყველაფერ უბედურებას აკეთებდნენ მაგენ ჩამოვლენ ახლა იმის ის გათხოვილი კაცო ჩამოგვივიდა ესეც იმათი ამის მოჭრა იყო მარტო ჩვენი ესეც იმათი შვილიშვილია კაცო ამიტომ დღეს ევროპის ქვეყნებში ხო და თუცამელი ისე არის წამყვანი ქვეყნები და არის დაუშვათ გერმანია საფრანგეთი და პოლონეთი და ესე სულ მაგათი შვილიშვილები არიან ხელმძღვანელობაში ევროპარლამენტში კიდევ მაგათი შვილიშვილები არიან ეს ხალი რო არის ის რა ქვია იმას ის მაგათი ხო ეგეც მაგათი იმათი შვილიშვილი არის გაიგე მოკლედ ესე იგი თანამედროვე ფაშიზმმა ამოყო თავი როგორც თავის ძროზე ამერიკის შეერთებულ შტატებმა შექმნა ჰიტლერი და შესაბამისად უკვე მას მისეს იმის საშუალება და ფინანსები რომ მთლიანობაში ეს ფაშიზმი მოდებოდა მთელ ევროპას ისი ახლა მათმა გააღვიძოს თავიანთი შვილიშვილები თქვენ რა გონიათ ის მივიწყებული ქონდა ის ტომები უდეთ იქ აიგე იმ ტომების იქ უდეთ ყველას ის ისტორია ყველას წარმომავლობა ყველას რომ ვიტყვი წარსული და იმის და მიხედვით აბა შენ მოდი აგე შენ აქ იქნები დანომრავენ დაშტამბავენ და ჩააყენებენ წყობაში აი ეს სულ ყველა ყავთ ეხლა დღეს წყობაში ჩაყენებული და ის ფაშისტები არიან დღეს სოვიეტი ფაშისტები დღეს პირდაპირ ესე ღიათ არიან ჩაბმული ბრძოლაში და ეომებიან რუსეთს ეს ფაშისტები არიან ვინ არის დღეს უკრაინაში ხელისუფლებაში ნახევარი ფაშისტები ნახევარი ებრაელები იქ უკრაინელები არ არიან ხელისუფლებაში კაცო არ არიან ებრაელები და ფაშისტები გამოაქვეყნეს სიმხელა ქონება ხონია ზელენსკის კლიჩკოს ოროშენკოს მაგენი ებრაელები არიან სულ მილიარდელები გამختارენ არც ერთი უკრაინელები არ არიან მაგენი ამ საწყალი საწოდავი უკრაინელების ნამდვილი უკრაინელების ხარჯზე დღეს აი ამას აკეთებენ რაც ხდება დღეს უკრაინაში და მთლიანად კორუფციითაა მთელი უკრაინა მოცული ხო და ამას ახლა ესენი როგორ უნდა გვიკითხავდნენ ჩვენ მორალს კაცო და გვეუბნებოდი რომ 9 მაისი არ ყოფილა თუ რა არ ყოფილა 9 მაისი 9 მაისის იყო და 9 მაისის იქნება ბოლომდე აი და თუ ჭკუით არ გაჩერდებით ხო თუ ჭკუით არ გაჩერდებით მე უყურებ მდგომარეობას და ხედავ სიტუაციას სამხედრო კაცი ვარ და თუ თქვენ დროზე არ ესე იგი გახსნით ტვინს უჯრედებს 9 მაისზე ვარეს მოგიწყობთ პუტინი რო იცოდა თქვენ გეუბნებით 9 მაისზე ვარეს მოგიწყობთ არ გაჩერდება ის ბერლინში იქ არა გააგზელებს გზას გაიგე და ჯობია თქვენ დროზე მოხვიდოთ ჭკუაზე რეფერენდუმი მან ჩატარდეს დროზე მოხვიდოთ ჭკუაზე გაიგეთ ამ სისრულელებს თავი დაანებეთ გაიგეთ რასაც თქვენ აკეთებთ ახლა ხო ხედავთ რომ ვერ ერევით კაცო ვერს მორევი ხართ და ვერასდროს ვერ მორევი ხართ და ვერ ერევით ხო გაჩერდით ჯოგმა რა უნდა ვის უნდა მოერიო რა გინდათ ვერ გავიგე ხა გინდათ ბოლომდე გაგანადგურონ გაგანადგურებენ არ დაიხებს უკან ეს კაცი მე ხო ვიცი არ დაიხებს უკან იმიტომ არ დაიხებს უკან რომ თქვენ დააწყებიეთ ეს მათ თქვენ დააწყებიეთ ეს არ დათმობს არავითარ შემთხვევაში შავ ზღვას აუს შავი ზღვის აუს არ დათმობს რუსეთი პუტინი კი არა ვინც არ უნდა იყოს იქ არ აქვს ნიშნელი იმპერიისთვის იმპერიული სახელმწიფოა აპარა არ არის ეგრე თავის დროზე სტალინს აქ ჟუკოვთან ნათმა პირდაპირ უთხრა მე ჟუკოვს სადღაც გამოდიოდა სიტყვით და სტალინს უთქვია რომ ამერიკაო ჩვენი მტერია აი მოყვარია აი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ რომ გადანაწილება მოხდა ამის და იქ უთქვია ემ
მე მაგას მაინც არ ვენდობიერ ტერია ჩვენია და მე ժუგოს შეპასუხებია რას ამბობ იოსებ ბესარიანოვიჩ როგორ თქვი იმაზე იცი რა გითხრაო მაგას ჩვენი სიმდიდრეები უნდა აი მოვა დრო ეხლა ხდება ზუსტად ის სიმდიდრეს წიაღისეულს წაიღებს რუსეთიო დააგნინოს და ძლიერი ახდეს რუსეთსეო მაგრამ გამოჩნდება ლიდერები ისეთიო რომ ამას არ დაუშვებენ და გააკეთა წაიღო უკრაინის წიაღისეული სიმდიდრეები წაიღო ეს ვერ წაიღო კაცი ეს რუსების კონტროლის ქვეშაა და რაფერ წაიღო არა მოაწერა ფურცელზე კი წაიღო კი ბატონო მაღაზია გაბრაზებული ის ახლა და გავდივარ ეხლა გავიგე 70% აკონტროლებს რუსეთი გაიგე მაგ წიაღისეულებს არა რაზე მოაწერა ტრამპს არ ეუნები ეგას ტერიტორია არა ამათი და რაზე აზიაწერ ხელსო არა ტრამპმა ხომ მოაწერა ხელი და ზელენსკიმ დათმო ეს ჯერ ზელენსკი ვინ არის უკრაინის უმრავლესობას მე დარწმუნებული ვარ რომ ზელენსკის არავინ არ არის ჯერ მაშინ როგორ მოვიდა როგორც აქ ჩვენთან ხდება ეხლა გადადეკი შენ წადი მე უნდა მოვიდე ვარამია რო გეტყვის ამა და ვაშაძე ჭუჭუ ვაშაძე რა ზღვანა სად მოდიხარ ვინა ამოიეთ ის კადრები აჩვენა რა სიტყვა პასუხია ნეტა საშუალო სკოლა თუ მაინც აქვს დამთავრებული ინსტიტუტი მართლა ოტია იოსრონი ორღობის ინსტიტუტი ექნება დამთავრებული სულას მაგას საკავლე ტრეინინგები ტრეინინგებულები არის ჯარის ამბავზე კი ვიცი რა დაამთავრეს რუსიაურის ბაზარში ორ კვირიანი კურსი და მიიღეს ოფიცრობა ლეიტენანტები ხო იყვნენ უეცრად და აი გოგავასია გენერალ მაიორი ახალ ესბერეს მე ხლა ეს დათო შეხედე რა ხდება აი რასაც თქვენ ამბობთ ახლა იმას ინსტიტუტი არ აქვს დამთავრებული იმას სკოლა არ აქვს დამთავრებული იმას რა ქვია სამხედრო სასწავლებელი არ აქვს დამთავრებული ეს არის სპეციალურად შერჩეული ადამიანები იმისათვის რომ მოწინააღმდეგე მხარე რომელიც ცდილობს ქვეყანაში მოახდინოს თავისი ზეგავლენა გაიგე და მთლიანობაში აიღოს ხელში კონტროლი მთლიან თავიდან ეს ქვეყანა ჯერ მოგიყვანს და თავის აგენტურას შტერებს და დებილებს დაგისვამს მართველი რგოლებში გაიგე რაშია საქმე და შემდეგ უკვე ნელა-ნელა დაიწყებს გამოფიტვას გონებრივ გამოფიტვას და ზომბირებას ქართველი ადამიანის ზომბირებას გაიგე და მიიყვანს იმ დონეზე რომ მას აღარ ექნება თვით ესე იგი ახმის უნარი აი ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები და ეს გააკეთა ხო ჯერ იყო და ის სულელი გიჟი გადარეული დაგვასვა თავზე ხო და რა გააკეთა ხო უყურებდი და რა მდგომარეობაში ჩაუდგეს ქვეყანა ხო და მე ისტორია წაგვეშალა ხო ქართული ენა ამოიღო ბიჭო უმაღლეს სასწავლებლებიდან კაც ესეთ რაღაც არ გამიგია მე ბევრია გადასწორებული მამის მშობლის სახელი ეროვნება აუცილებლად მამის სახელი ამოიღო პასპორტიდან ეროვნება ამოიღო პასპორტიდან ახე დაშია საქმე ხო ნელა ისტორია უკვე სადღაც სხვა მიმართულებით წაიყვანა გაიგე ხო თითქოს ისტორიკოსებს აღარ ეკითხებოდა თითქოს გოგებაშვილი გონი ამოიღეს მასხარაშვილი ყავდა ის წერდა ახალ ისტორია ახლა სხვანაირად ჭიჭი ახლა სხვანაირად კი მაგრამ ხო იყო ფაქტი ისტორია წერდა კი მართალია ხო მე ნახე აქ ესე იგი და ანხელა მარიკა ბარატიმეს ყავდა ხო ლორთქიბაინზე ამისანა იმას არ ეკითხებოდა აქეთ ესე ოჯახურ სიწმინდეებზე რებს აკეთებდნენ ხო უყურებთ გაიგე მე ადგენენ გაიგე და თითქოს შენ გონია ეს ვიზა ლიბერალიზაცია ჩვენთვის კარგი იყო? არ იყო. მასიური მიგრაცია დაიწყო, გასვლა ქვეყნიდან, დინება დაიწყო ქვეყნიდან, კაცო საქართველოს ქართველმა ხალხმა, გაიგე? მიშა, მაგით ვარ, მაშინ სულ დაიწლებოდა საქართველოს. ქართველმა ხალხმა, შეხედე ხდება ძირითადად, რაღაცა ვინ წავიდა? ძირითადად წავიდა ისა დედრობითი სქესი რა, დედრობითი სქესი წავიდა. მამრობითი სქესი აქ ვინც დარჩა, ხო, ციხეებში შეყარეს, გაიგე რაშია საქმე. ხო და ვინც დარჩა კიდე ოჯახები, ხო, რაღაც მიიღეს, აი ბაბუცაროა პატარაია, ხო, იცი მან რაღაც შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ ქალთა ძალადობასთან იმასთან დაკავშირებით კანონი მიიღეს და როგორც კი აი ესე ქმარი ძოლს რაღაც ზედმეტ სიტყვას ეყო და მეორე დღეს უკვე გამომძიებელი თავზია და ძალაში ისე მაკანონი მოქმედებს. არ შევა. ციხეში კანონი არ მოქმედებს. ციხეში და ხო. ამან გამოიწვია რა გამოიწვია ის რომ თქო რომ ძალიან წეხან რომ აი მგონიაო ჩვენ უმცირესობაში ამან გამოიწვია ის რომ ჩვენ ნელ-ნელა ვართ უკვე იმ დონეზე დასული რომ არ ვიცი ახლა ოფიციალური მონაცემები რამდენია მაგრამ
სამწუხაროდ და ძალიან საშიში მდგომარეობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ჩვენ ამოვშეთ ძალიან მალე უმცირესობაში, იმიტომ რომ გაივსო ეს ქვეყანა ამ მიგრანტებით, გაივსო ამ არალეგალებით გაივსო ამ არაბებით, გაივსო ამ ირანელებით, ერაყელებით და ინდუსები ხო გაგიზდებით და აგერ სადაც გეივლი ყველა მეორე გლოუა თუ ის არის ბოლტი არის თუ იანდექსი არის ყველგან მაგენი მუშაობენ კაცო ყველგან მაგენი მუშაობენ და ქართველი კაცი კიდევ გარბის აქ და სხვაგან მიდის სამუშაოდ ხო რატო კაცო რისთვის რატომ არ რეგულირდება ეს გააკეთეთ ეს დაარეგულირეთ ძალიან თქო თორემ ქართველი ხალხი ჩვენ არ დაგვრჩება ამ ქვეყანაში გაიგე და მე ძალიან ცუდი არის ეს და ეხლა თქვენ რაოდენობა თუ გინდათ გაზარდოთ მაცხოვრებლების ამათ ხარჯზე ეს არის ძალიან ტრული ნაბიჯი არის და ამიტომ ქართველი ხალხი დაამაგრეთ ამ ჩვენს მადლიან მიწაზე და პრობლემა არ იქნება არაფერზე, იმიტომ რომ ქართველი კაცი ყოველთვის არის მისი ერის, მისი კულტურის და მისი ტრადიციების დამცველი ადამიანი, როგორც არ უნდა იყოს და მოსაბრუნებელია. შემოსაბრუნებელია ეს ქართველების, რომლებიც მასიურად არიან გასული ქვეყნიდან და დასაბრუნებელი არის ბატონ დავით ეს ბავშვები, რომელი ბავშვები ჩვენ დღეს დაკარგული გვყავს აგერ რუსთაველზე. აუცილებლად ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ რაღაც ხომ უნდა გააკეთოს. მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები. მე მაგათ ვერა ჯოგის მეც მაგათ სახელი მეტი არა. მაგინ უნდა დაბრუნდნენ ანსასებელში. ან ოჯახებში თუ გააჩნიათ ოჯახი. თუ არა და საბადიმრუებში სულ ყველა რა გახდა ამდენი ხანი კაცო ამათ დაჯერ მაინც იძახიან პოლიტპატიმრებია, მაინც იძახიან პოლიტპატიმრები. მოусვით ერთ დღეს შენი არ უნდა ამათი ის რა. მე რავადებიჯერ რომ იმდენი დანაშაულია ჩადენილი რუსაველს აღარ გავს. სადაც მაგენ ქუჩაზე მიდიან. ამაცინათ აქ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო გადათელეს ბაღები და ეს ეხლა ვარკეთილის მეტროს იმაში იყვნენ შესულები კაცო დუნტუნე გვირაბში იქ რა უნდათ ხო აი ესე დაძრძიან და დადიან იქ ყვირიანან კივიან ესე მიკროფონი უჭირავს ხელში და ხოც ერთი რო ყვირის და 10 ხალხი ვარ აძლევს იმას არ უდგას გვერდში არ დაუდგება ქართველი ადამიანი მაგათ გვერდში რაფერ უნდა დაუდგეს ნორმალური ადამიანი ამაზე არიან გაგიჟებული და მიდიან პროვოკაციაზე მიდიან უკვე აი შენ რატომ და ასე და ახლა ბევრს ნერვები არ ყოფნის და ხელი თუ შეეხე მე ამ ცემა და შენ დაგიჯერა და იმას არ იჯერა აი ეს არის უბედური ამას მიხედეთ დროზე მიხედეთ მისახედია ეს აქ მისახედი ბევრი რამეა კიდე მაგრამ აი ეხლა არ ვამბობ რეფერენდუმი ჩაადარეთ მითქვია რეფერენდუმი ჩაადარეთ ქართულ ხალხს უნდა რეფერენდუმი ჩვენ გვინდა ასეთი ევროპა ასეთი ამერიკა გვინდა რომ მეგობრობის აქტს ღებულობს აგენტების მეგობრულ აქტს ღებულობს გვინდა ჩაადარეთ ამის შესახებ რეფერენდუმი ნახავთ რომ ხალხი დაგიდგება თუ არავის არ ჭირდება არც ამნაირი ევროპა რაზგვანან ეს უპატრონუები და არც ამნაირი ამერიკა მაგას თუ ჩვენი დაჩოქება უნდა მაგას ქართველი კაცი არ მოიტმეს იმიტომ რომ ხმლით მიდიოდა საომრად ქართველი კაცი ყანას ხნავდა ხმალი თავქვეშ ხონდა იმიტომ დაეცო თავისი ღირსება ეროვნება თავისი ეროვნება და თავისი ღირსება და თავის ქვეყანა დაეცა და ესე იქნება დღესაც ჩატარდეს რეფერენდუმი და ეს ჯოგი მოიშორეთ ეს ჯოგი გადენეთ რუსაველიდან და დაისვენოს ხალხმა რა ერთხელ და სამუდამოდ ისე მართალი ძაიმ თქვენ ბატონო დავით ეხლა ნახეთ იქ რეფერენდუმი ახსენეთ ხო და ამ რეფერენდუმის საფუძველზე გაერკვევა მივდივარ სად მივდივარ გაერკვევა ჩვენ აი გააკეთოს ხელისუფლებამ ეს ხო ხელისუფლება დღეს ხო ებრძვის ეხლა წავიდეთ აზიისკენ არჯობია აზიისკენ წავიდეთ ხელისუფლება ახლა სწორედ ამ ბინძურ იდეოლოგიას ხო რასაც ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტული იდეოლოგია რომელიც მოედინება პირდაპირ ნიაღვარივით ევროპიდან ხო და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახლა ბოლომდე ჯერ ტრამპს არ აქვს გადატეხილი წელში იმიტომ რომ ტრამპი წამს იქ უყურებს ჯერ პრობლემები აქვს რომ იცოდე შენ აი ამ იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკოსებთან და საერთოდ მაცხოვრებელ ადამიანებთან იმიტომ რომ ისინი საკმაოდ მომზადებულები არიან და საკმაოდ მოძლიერებულები არიან და საკმაოდ დიდი ფინანსების პატრონები არიან. გაგეთ ყველგან მიულტევათ ხელი. ყველა სახელმწიფო შტოებში თავიანთი ხალხი ყავს, ხო?
და ყველა მიმართულებით ისე პრობლემებს ქმნიან. იგივეა საქართველოშიც, ხო? საქართველოშიც ყველგან მაგანი ყრიან, კაი ყრიან რომ ეთქვია, ყველგან მაგანი აგდია. თავდგირიზე გამოდის და რეებს ლაპარაკობს. იმიტომ რომ მოუწამეს. გაიყიდა ბიჭო, გაიყიდა. გაიყიდა ეს ხალხი, გაიყიდა. გაიყიდა ეს ხალხი, გესმის აშია საქმე. ესენი არა გაყიდულები, ფულში გაყიდეს სინდისი, ნამუსი, ოჯახი, კაცობა, ქართველობა, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, ეკლესია, წვენა, ფულში გაყიდეს ყველაფერი. ახლა როგორ უნდა ესე იგი ახლა მე წამდეს იმ ადამიანზე, როგორ უნდა დაუდგე იმ ადამიანს გვერდით. მე როცა ვხედავ რომ ის მართლაც ამ მიმართულებით მიდის, კაცო, გაიგე და მართლაც ესე იგი პირდაპირ აი ზურგში მახვირს უტყავს საქართველოს, გესმის საშია საქმე. როცა შეუძლია ის გამოვიდეს ჩვენსავით და დადგეს წინახაზე და ერთად ასე ხელი-ხელ ჩაკიდებული, ხო? ხელისუფლება აიღო ეს მიმართულება და დაიწყო მოქმედება ხელისუფლებამ მივესალმებით ბატონო, გაიგე? და დაუდგეთ გვერდში, რადგან პირდაპირ ღიად აცხადებს უკვე ეს ხელისუფლება, რომ ჩვენ არავის მონები არ ვიქნებითო, ხო? ჩვენ დავისავთო ჩვენს ეკლესიასო, ჩვენს წვენას, ჩვენს ერს, ჩვენს ბერსო, სარწმუნოებას. ყველაფერს ქართულ ტრადიციებს და პირდაპირ ღიად ამბობს ამას და პირდაპირ ეჭიდავება, გაიგე? და ახლა შენ თუ ამ ჭიდაობაში ხელი შეუშალე იმას, გაიგე და აქეთ განზე განუდექი, გაიგე და სხვა პრობლემები შეუქმნი, ხო? ესე იგი შენ ანუ შენც იმ იდეოლოგიის მატარებელი ხარ, რომელი იდეოლოგიასაც დღეს ხელისუფლება ებრძვის, ხო? ამიტომ არის ჩვენ ამ გასაგებია შეიძლება რაღაცები არ მოგწონდეს ჩვენ ამ ხელისუფლების, ხო? კი ბატონო, მეც ბევრ არ მოგწონდეს, მაგრამ ბიჭო, ეს რაც არის აი კლიანობაში ქვეყნისთვის და ერისთვის და სახელმწიფოსთვის გადასარჩენად, ხო, ეს არის ახლა დღევანდელი ნაბიჯები და ამ საკითხებში დაუდგეთ, ამ ეროვნულ საკითხებში, კიდევ ვიმეორებ, ეროვნულ საკითხებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით, რომელი საკითხებიც უნდა გადაწყვეტს მშვიდობიანი გზებით და არა იარაღის ჟღარუნით, რომელიც ბოლომდე დაგვაკარგინებთ ჩვენ სახელმწიფობრიობას, ხო? ამაშიც უნდა დაუდგეთ დარაზმულები და ერთსულოვნად ხელისუფლებას გვერდით, რომ ხელისუფლება იგრძნოს, რომ ეს საკითხი, ამ საკითხის ამ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან, აქ არის მთლიანად კომპლექსურად ხალხი და ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ოსებს და აფხაზებს უნდა გაუჩნდეს სურვილი ჩვენთან ურთიერთობის, ჩვენთან ისევე იმ თანაცხოვრების სურვილი უნდა გაუჩნდეს, მაგრამ როგორ გაუჩნდება ბიჭო, როცა აგერ ხედავს, რომ ქვეყანაში გაქანებული ლიბერალი LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციები არიან და მიდის მთელი ეს უბედურება, გაიგე და როგორ გაუჩნდება იმას ეს სურვილი, რომ შენთან ერთად ის დადგეს და იცხოვროს, ხო, როცა ის ხედავს უკვე რომ ამ ადამიანებით მათ ტრადიციებსაც და მათ სარწმუნოებასაც და მათ იმ ეროვნებასაც საფრთხე დაემუქრება, ხო? ამიტომ ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აქედან უნდა დავიცვათ ჩვენ მათი ინტერესები, გესმის აშია საქმე, რომ ისინი ჩვენსკენ წამოვიყვანოთ, ხო? და ის ნაბიჯები უნდა გადაიდგეს ერთობლივად. ამას ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლება, თუ ეს ხელისუფლება ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და არა მე გამოდიებით ყველანაირად გვერდში ხელისუფლებას თუ სწავლა და გააკეთებს ამას. რაც შეეხება იმას, რომ მე ბევრი რამ არ მომწონს ხელისუფლებს, შეიძლება ვინმეს და რა არ მოგწონს, მაგალითად სოციალურ საკითხებზე ვერ ვლაპარაკობ დღეს, იმიტომ რა დრო სოციალური საკითხებია, როცა ქვეყანა იღუპება აგერ ამ ერთი მუჭა ხალხით და ყიდიან ჩემ ქვეყანას. როგორ ვლაპარაკობ სოციალურ საკითხებზე? ცოტა სოციალურ საკითხებზე სალაპარაკო. კი ბატონო. მეორე მე ვეტერანი კაცი ვარ და საქართველოში ბევრია ჩემნაირი ვეტერანი. პარტიზანული მოძრაობა რო გააუხმა დღეს რო ვიმამეთშია წამოწოვილი ხარტეზოზე. თუ ჩვენ ომი გვაქვს ვინმესთან, პარტიზანული მოძრაობა კი არ უნდა გაეუქმებია, პირიქით უნდა დააფინანსებია და ის ბიზნესმენები, მილიარდელები რო გახდნენ. გაუღიათ ვინმეს კაპიკი და დაუფინანსებია პარტიზანული მოძრაობა რო გამოდიან და იმას აფინანსებს, კაცო. ხო იძახიან, შენ ომი გვინდაო, ხო? ომი გვინდაო, ხო იძახიან. დააფინანსეს. საწევიდან მე რატო რა წავიდნენ, ნახა გავიდნენ ტყეებში და ევმონ იქ იმას. ხო, რატო არ მიდიხარ ტყეში? გადით, ხო იძახით. რა გინდა? ომი გვინდაო, რო ვიძახით, ომი დავიწყოთ. გადით ტყეში ვიდაღიშალათ, კაცო, გადით აგერ რა, ჩადით ეგერ არის პირველი ბლოკპოსტი იმის რუსების და მიადეგეთ, ერთი და დღეს ჩავარდებით, ნახავთ. ჩადით იქ აფხაზეთის ტყეებში, გადით იქ სამაჩაბლოს ტყეებში, გადით აგე შექმნით თქვენი პარტიზანული რაზმები, აქ რო უშვებთ სასაკლაოზე, იმათ ქართველ ბიჭებს იმაში უკრაინაში და იმაში რო უშვებთ სასაკლაოში და ფულებს ღებულობთ იმიდან კიდევ რა ქვია, ამ
დაფინანსებებს და იმათ ოჯახებს არაფერს არ უგზავნით. აი რაშია საქმე. აგერ და მიდით, მიდით, აგერა, დაგიშალათ ვინმე? ჩარტელი რო ისე შევითხოვდით იმაში უკრაინაში და არიქა და სახელმწიფო ჩაებეს ამ პროცესებში და გაუშვათო ომში ქართველები და ჩავხოცოთ იქო. თუ სიკვდილი გინდა აგერ წადი და აგერ მოვკვდი. აგერ წადი მოვკვდი. ეცოდინება ხალხს საქართველოს გულისათვის მოვკვდი. მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. არასდროს. ფულები უნდა. თქვენ გაინტერესებთ ეს სისხლზე. ცხვრის ხარჯზე იშოვოთ ფულები. ბატონო დავით, ჩვენ რო ამოიწურა საკმაოდ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბრები. ვიფასო ტელემაყურებლებო, მადლობა რომ გვიყურებთ და ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ და საინტერესო ინფორმაციებს მოგაწვით. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდით.